თქვა თვითონ როგორი მამა ხართ? ალბათ ჩემ შვილს კი უნდა გითხოვთ, მაგრამ ზოგადად მე ვცდილობ რომ არ ჩავერიო, მაგრამ რაღაც მოჩვენო თუ მკითხავს ვეთქვი და ზედმეტი ჭკუისწავლების მომხრე არა ვარ. საერთოდ ალბათ ადამიანსაც აღიზიანებს, როდესაც ზედმეტად ერევიან და ახდენენ მის განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში. ეხლა ვფიქრობ, არა უფრო მაინტერესებს როგორი ბაბუა ვიქნები. ეხლა ჩემთვის ეს არის ყველა საინტერესო გამოწვევა, ეხლა ჯერ 5 წლის არის, 5 წლის ხდება ჩემი შვილი და ეს რამდენი უკვე აქვს თქვენ ნივთებთან შეხელისუფლება? კი, ახერხებს და ჩემ მაგიდას კი კარგად იცნობს. ალბათ მშობლის ვალდებულება არის ის, რომ პირველ რიგში ისე ჩაუდოს თავის შვილს, რომ კითხვა არ უნდა კონდეს, რომ თავარი არის მისი ქვეყანა. თუ და იქ არის წითელი ხაზი, ის არ მთავრდება. მე ესე აღვიზარდებ. მე უკვე ყველაფერი დეტალები.